დედა. ჭიდროდ დაიჭირე. რა ხდება ეს ერთგვარი ხუმრობაა? ეს ხუმრობა არ არის, ეს ყველაფერი რეალურია. არ მჯერა, არ შეიძლება სიმართლე იყოს. შეწყვიტე პანიკა. ტელეფონი გააქვს? კი, ჯიბეში მაქვს. გამარჯობა, სწრაფად იპოვნეთ თავშესაფარი და დააბრკოლეთ კარები. ჩვენ სკოლაში ზომბები გვყავს. 2 საათით ადრე. გამარჯობა. სად მიდიხარ? დღეს სკოლაში კოსტიუმების წვეულება. კარგია, მეც მინდა წამოსვლა. უბრალოდ არავის უთხრა, მით უმეტეს მასწავლებელ ნიკას. რატომ? საიდუმლო წვეულება. დახურვის შემდეგ დაიწყება. მაგარია, წავალ კოსტიუმს მომავზადებ. კარგად. მოდი დღეს ახალი ტრენდი გადავიღოთ. რამე იდეა გააქვს? კი, აი ეს ვიპოვე, შეხედე, ის ეკვავს. ნეტა ვინ არის? ფლორა, ეს რა არის? ეს არის ჩემი ზღვის გოჭი ალექსეი. რატომ მოიყვანე აქ? მე ფერმიდან წამოვიყვანე, აგრესიული იყო და სხვა ზაზუნებს შეუტია. ზღვის გოჭია? ის რაღაცნაირად საშინელია. ეი, ნუ აყენებ მას შეურაცხყოფას. ის უცნაურად გამოიყურება, რაღაცნაირად დიდია. ის უბრალოდ განსაკუთრებულია, რადგან ის არავის ჭირდება და მე ვიზრუნებ მასზე. იმედია წვეულებაზე არავის უთქვამს. ხოლოდ B კლასის ბიჭებს შეეძლოთ ამაზე ლაპარაკი. A კლასის ბიჭები ყველაზე სანდოები არიან. დაგავიწყდა რომ მეც B კლასში ვარ? კარგი. ფლორო, ეს როგორი ვირთხა ყავს? ეს ვირთხა არ არის, ეს ზღვის გოჭია. ფუ, საშინელი სუნი აზდის, მოაშორე ის. ხელები გაუშვი, ჩემს ალექსის არ აწყენინოთ. არჩი გეყოფა, უბრალოდ ზღვის გოჭია, არავის ავნებს. მადლობა, კუზა. კარგი, საშინლად ყარს. აი, სატყოფილ ხართ, ჩვენ წვეულებისთვის ვემზადებოდით, თქვენ კი აქ ერთობით. მასწავლებელი უკვე წავიდა? დიდი ხანია. შეეშვით ყველაფერს და წამოდით კლასში. კარგი, წავედით ძმებო, ხოს მივეხმაროთ, წავედით. ეს რა ვირთხაა? მოაშორე. ფუ, რა სუნია. არც იფიქრო, რომ ამას აქ დადებ. აბა რა გავაკეთო, სად წავიყვანო? ეს ჩვენი პრობლემა არ არის. წავიდეთ ალისა. ჰეი, თქვენ ორი წვეულებაზე მიდიხართ? არა, გთხოვთ ალექსის მიმიხედეთ რა. ის ძალიან საყვარელია. არა უშავს, არ ნერვიულო, მე მივიძრუნებ მასზე. მადლობა. ბავშვებო, აქ ახალ ამბებში წერენ, რომ სკოლასთან რამდენიმე ავადმყოფი თავს ესხმის ხალხს. ეს სისულელეა, რაღაც ყალბი ამბებია, ან რაღაც პრანკები. და თუ ეს პრანკი არ არის და მართლა ნამდვილი ზომბებია? რა თქმა უნდა. საღამოს საშინელებათა ფილმს უყურე? არაფრისთვის მიყურებია. სიმართლეც რომ იყოს, დიდი ხანია ზომბები აღარ არსებობენ. ნუ გაშენია. რატომ დათანხმდი მის მოვლაზე, ისეთი საშინელი სუნი აქვს? კარგი რა, ის საყვარელია. გიკბინა? ხო, ძალიან მტკივა. ზღვის გოჭი გაგვექცა. სად წავიდა? შორს ვერ გაიქცეოდა. აი, როგორ მტკივა. დაივიწყე ზღვის გოჭი, მოდი ჭრილობა დაიმუშავე. არა, ჯერ ფლორას უნდა ვუთხრა. ბავშვებო, გინდათ ვეგანური ჩიფსები? მე თვითონ გავაკეთე ისინი. არა, მადლობა, ჩვენ მშვენიერი ჩიფსები გვაქვს. ვეგანური უფრო გემრიელია, თქვენი კი ამაზრდენი ქიმიკადებით სავსე. მოდი, შენ მიირთვი შენი ვეგანური საკვები, ჩვენ კი ჩვეულებრივით გამოვიყურებით. ფლორა, შენი ალექსეი გაიქცა. ალექსეი შენი შეყვარებულია? გასაკვირი არ არის, რომ გაგექცა. რა, ალექსეი, სად ხარ? ალექსეი მისი ზღვის გოჭია. რა, ვირთხა აქ არის? დამშვიდი, ეს პატარა ზღვის გოჭია. როგორ დაგეკარგა ჩემი ალექსეი?
უკაცრავად ჭრილობის დამუშავება მჭირდება. შენმა სულელმა ზღვის გოჭმა მიკბინა. რატომ დგახარ? დამეხმარე ალექსეის პონაში. ალექსეი, სად ხარ? ალექსეი, გამოდი. ვირთხა, გამოდი. ვირთხა, გამოდი. ყურადღება, ფლორას ზღვის გოჭი გაიქცა, დახმარება გჭირდება ძებნაში. აქ წვეულებისთვის რომ მზადებით, ღორებისთვის დრო არ გვაქვს. აქ რომ დავინახო, ეგრევე მივაკლავ. ისეთი საშინელია. ას თითსაც უდაადებ, შენი საქმე წასულია, გასაგებია? მე მეგონა მასწავლებელი მოგწონდა, ფლორას დასდევ? მე და ფლორა უბრალოდ მეგობრები ვართ, გასაგებია? ბიჭებო, დაცვა მოდის, აქედან უნდა წავიდეთ. და ალექსეი? მას არაფერი მოუვა. ეს ბოლო კორპუსია. შევამოწმებ და სახლში წავალ. თითქოს აქ წვეულება იყო. ჰეი, აქ ვინ არის? ალბათ მომეჩვენა. დღევანდელი სამუშაო დასრულებულია, წავედი. ჰარი წავიდა, ყველაფერი სუფთაა. მოდით გავერთოთ ეხლავე. მიდით, წვეულება იწყება. ბავშვებო, მოვდივარ. ბავშვებო, მოვედი. მომწონს რომ ეხლა ბეკლასთან ერთად ვერთობით. შენ თვითონ არ გინდოდა ბეკლასში გადასვლა? ეს სხვა რამეა. კარგი რა, არჩიღამ ახლა იქ სწავლობს. გეყოფათ. ბეკლასში ნორმალური ბავშვები სწავლობენ. შენ უბრალოდ შეგიყვარდა ფლორა. მე არ მომწონს ბეკლასი. რა? ბეკლასი? შენ არავინ გელაპარაკება, წადი აქედან. მილა დამშვიდდი. თვითიჯობი ვართ ბეკლასთან თანაკლასელებს ვაწყენინებ. ალისა მართალია. მე რაღაც ვიცი ჰარის შესახებ ბეკლასიდან. მეონა ჭორებს ნუ ავცელებ. დაე მოგვიყვეს, საინტერესოა. მას მოსწონს მილა და პაემაზე დაპატიჟებას აპირებს. მილა და ჰარი? საკმარისად აშკარაა. სხვათა შორის ის ორი მოსწავლე ბეკლასიდან რატო არ მოვიდა? რომ მოვდიოდი დავინახე, რომ ძალიან უცნაურად იქცეოდნენ, მგონი ავად გახდნენ. მათ ისეთივე ცუდი სუნი ასდით, როგორც ფლორას ზღვის გოჭს. იმედია ისინი კარგად არიან. კარგი, წავედი, კიდევ ვინმეს მოუყვები მილას და ჰარის შესახებ. ოხ, შეჭორიკანა. კარგი, დამშვიდდი. პირველად ვარ ესეთ მაგარ წვეულებაზე. თუ კაპიტანი აღმოაჩენს, რომ არარეგულარულ წვეულებაზე მოვედით, მაშინ წასულია ჩვენი საქმე. ჯობია არ ვიფიქროთ მაგაზე და დავისვენოთ. გამარჯობა, ჩემთვის კოქტეილი გააქვთ? გამარჯობა, აიღე. გოგოებო, არ გეშინიათ? დღეს სავსე მთვარეა, ამბობენ, რომ ასე დღეს ყველა ბოროტისული გამოდისა. შენ არ გეშინია? ამბობენ, ქალაქში ზომბები დადიანო. ერთი ვნახე კიდეც. კარგი, ვხუმრობთ. ოხ, თქვენი იუმორი. გამარჯობა, რას აკეთებ? ლეონა. როგორც ჩანს, ის შენზე არ გიждდება. რა მოხდა თქვენ შორის? ხო, თქვენ კარგი წვილი იყავით. ეს ყველაფერი ჩემბრალი, ესეთი გოგო როგორ დავკარგე? თუ ის დაკარგე, ესე იგი არ ყვარებია. ეი, ნუ ამბობ ამას, მე ლეონა ძალიან მიყვარს, მის გამო სიცოცხლეს გავწირავ. მაშინ არ დანებდე, დაუმტკიცე მას შენი გრძნობები. მართალი ხარ, უკან არ დავიხევ. და რაც შეეხება მილას? მილაზე ნუ მელაპარაკებით, ჩემბრალი არ არის, რომ ის შემზე გიждდება. ყველაფერი რა რთულადაა? ფლორა ხომ არ გინახავს? რატომ ზიხარ ესე მოწყენილი, არჩი? არაფერია.
გავიგე რომ ჯერ კიდევ მეწყვილის გარეშე ხარ, ჩემთან ერთად ცეკვა გინდა? მოდი, წავიდეთ. არა. წამოდი. თავი დამანები არ მინდა. არჩი, წამოდი. აქ რა ხდება? საინტერესო არაფერი, ცეკვა გადავწყვიტეთ. არ შეეხო მას, ის შენთან არ იცეკვებს, გასაგებია? იცეკვებს და თან როგორ? ცდები, ის ჩემთან ერთად იცეკვებს. არა, პირველი მე მოვედი მასთან. ჩვენ კი თითქმის ხვდებით ერთმანეთს. წადი შენს მცველ ჰარისთან. მე მკითხეთ საერთოდ? ალექსეი, სად წახვედი? იატაკს წმენ? იქნებ ხოჭოებს ეძებს და ახალ მეგობრებს ეძებს. შეწყვიტეთ სიცილი ჯობია ალექსეის პოვნაში დამეხმაროთ. აქ წვეულებისთვის მოვედი და არა შენის სუნიანი ვირთხის გამო. ალექსეი, გამოდი. შენ მას ვერასოდეს იპოვი. აქ რა ხდება? რამე პრობლემაა? არაფერი. უფრო სწრაფად გავიდეთ. მაინც ვერ ვიპოვე ჩემი ზღვის კოჭი. ბოდიში სულ დამავიწყდა, ეხლა ვიპოვით. წვეულება შეჩერებულია, ყურადღებით მომისმინეთ. კუზა, რა ხდება? ფლორამ ზღვის გოჭი დაკარგა, უნდა ვიპოვოთ. ერთი ზღვის გოჭის გამო მთელი წვეულება უნდა შევწყვიტოთ? ისევე მღორზე ლაპარაკობთ? წვეულება გაგრძელდება, როდესაც ალექსეის ვიპოვით. გასაგებია? კუზა, მადლობა. გაჩუმდით, ჩუმად. ტელეფონში ვიღაც არის. ვინ იჭორავა წვეულებაზე? მე არაფერი მithქვამს. ეს ნამდვილად ვინმე იქნება ბ-კლასიდან. ეს მასწავლებელი არაა. თორე უკვე აჟიოტაჟი ატყდებოდა. აბა ვინ არის? მცველი დაბრუნდა? არა, ის ონლაინშია და რაღაც თამაშებს თამაშობს. და თუ ეს ვინმე მძარცველია? ან მონსტრი? მეშინია. მოგეშინია, ყველაფერი კარგად იქნება. და თუ ის მართლა დღეს ქალაქში რაღაც უცნაური ხდება. ალისა, მოამძაფრებ სიტუაციას. კარგი, გეყოფათ. შენთან ერთად მოვდივარ, კუზა. რასაკეთებ? ჩემი მოკლა გინდა? უნა, ეს შენ ხარ? ძალიან შეგვეშინე, უკვე რაღაცაებს ვფიქრობდით. აქ რასაკეთებ? გავიგე ჭორები, რომ აქ რაღაც არალეგალური წვეულებაა. ანუ ვიღაცამ ჩაგვიშვა. მორჩა, წვეულება დასრულებულია? ფაქტობრივად მეც მოვედი რომ დამესვენა, შენ კი არ დამპატიჟე, მე წინა. ხომ ხვდები, შენ ხარ ხელმძღვანელი კლასის, ამიტომ ასწავლებელს ეტყოდი. კეთილი იყო შენი მობრძანება წვეულებაზე. მე კოსტიუმი არ მაცვია. არა უშავს, ხელმძღვანელის კოსტიუმი გეცნევა. კუზა, ჩართე მუსიკა. რამე ხომ არ დაგავიწყდეთ, ფლორა ზღვის გოჭია მოსაძებნი. შენ თვითონ მოძებნე ზღვის გოჭი, მე ამიტომ არ მოვსულ ვარ აქ. მეც არ მოვძებნი მას. დიდი ხნის წინ გაიქცა ქუჩაში. აი, მესმის მეგობრობა. კუზა, არ იდარდო, მე დაგეხმარები მის პოვნაში. მადლობა, გელია, შენ ნამდვილი მეგობარი ხარ. მეც დაგეხმარებით მოვძებნა, თქვენთან ერთად ვარ. შენიერია გოგოები, მოდი ვიპოვოთ ის. ბავშვებო, ის აქ იყო, ალექსეი დავინახე. დარწმუნებული ხარ? მე ის დავინახე. როგორ ფიქრობ, ეს კარა და ზღვის გოჭმა გაწია და თან წიგნები გადმოყარა? არ ვიცი ეს როგორ მოხდა, მაგრამ ალექსეი იქნებოდა. ხორებს ეს არ შეუძლიათ. ფლორა, შეწყვიტე ხუმრობა. იქნებ მართლა მომეჩვენა. როგორ ჩანს, მან კედელში ხვრელი გააკეთა. ანუ ის მეორე ოთახშია? მოდი გავიყოთ. კარგი იდეა, წადით და გვაცადეთ ხალხს გართობა. ჩართეთ მუსიკა. ჩვენ აქეთ წავალთ. კარგი. მოიცადეთ, ჯერ აქ მოვძებნოთ. მე კუზიასთან ერთად მოვძებნი. არა, მე ამალკასთან და დიანასთან ერთად მივდივარ. მოსასვენებელ ოთახში წავედით. მე ის უნდა ვიპოვო, რომ კუზიაზე შთაბეჭდილება მოვახდინო. რა შურჩულებ? შენი საქმე არა? ხო, ნუ გაბრაზდები, არ მიხარია, რომ ალექსეი გაიქცა. ზღვის გოჭის გამო სულ არ ბრაზდები შენზე. აბა რატომ? უდანაშაულო კრავით ნუ იქცევ, ზუსტად იცი, რასაც გულისხმობ. კუზიას გამო? ხო, მე ის მომწონს და არ გაბედო მას თავი მოაწონო. ეს არც მიფიქრია. მაშინ ნუ აწუხებ კუზა, შენი ზღვის გოჭები, წიგნებით ეკოლოგიის შესახებ და სხვა. მე თავად გადავწყვეტ რა გავაკეთო. ჩემი ბრალი არ არის კუზიას, მე რომ მოვწონვარ და არა შენ. რა თქვი? ის რომ კუზიას მოვწონვარ და შენ არასდროს მოგაქცევს ყურადღებას. აჰა, ესია რა ტყისფერია, უკვე დამღალე. გელია, თავი დამანები. შენ მაინც მოხვედი? როგორც მოხვედი, ისე წადი, პატარავ, ჩვენ აქ ზრდასრული საუბრები გვაქვს.
კუზიასთან ურთიერთობას თუ გააგრძელებ, ჯოჯოხეთს მოგიწყობ. მე და კუზია მეგობრები ვართ, ის მუდამ ურთიერთობს ჩემთან. იჩექი შენს ბ-კლასში სულელებთან. და ნუ ქედმაღლობ, ხომ გითხარი უკვე რომ შენ სულელების კლასიდან ხარ. აბა იპოვე ის? ვიპოვე ერთი ვირთხა, მაგრამ ის არა, რასაც ვეძებდით. კარგი, თქვენი გაიხედეთ, მე კი სასადილოში წავალ, ალბათ მოშივდეთ. ჩვენ აქ მოვძებნით. ზომბი, დამეხმარე. ჰაჰაჰა, ეს ნამდვილად საუკეთესო კოსტიუმია ამ წვეულებაზე. ქუჩაში რომ დამენახე, ნამდვილი ზომბი მეგონებოდი. მისმინე, აქ ზღვის ხოჭი არ გინახავს, მელოტი და უცნაურია. არ გინახავს? კარგი. მთელი სკოლა მას ვეძებთ, სანამ არ ვიპოვით წვეულება არ გაგრძელდება. ეი, ძმაო, გამოდი უკვე როლიდან. ძმაო, სასაცილო აღარ არის. მომშორდი, გიჟო. კუზა, რა მოხდა? აი ეს ბიჭი ბ-კლასიდან როგორც ჩანს როლში ძალიან შეიჭრა. რას გულისხმობ? როგორც ჩანს ის ზომბად გადაიქცა. გეყოფა ჩვენი შეშინება. ვიცით რომ ხუმრობ. არ გეხუმრებით, კვენას მიპირებდა. არის ნერვიულო, შენ უბრალოდ გაგეხუმნე. ეს ხუმრობა არ არის ზომბები. ეი, ეს ხმა თქვენს გაიგეთ? არაფერი გამიგია, არც მე. გამორთეთ მუსიკა. ეი, ახლახან მოვედი, წვეულებას ნუ შეწყვიტავ. ვიღაცის ყვირილი გავიგე, ბავშვები დიდი ხანია წავიდნენ. ნეტა სად არიან? რა დაემართათ მათ? წადით შეამოწმეთ და აქ დააბრუნეთ. ო, გელია დიდი ხანია წასულია. კარგი, წავყვეთ მათ. ძალიან ცოტა ხალხი დავრჩით გასართობად. ვიშველეთ. რატომ ყვირი ხარ? თუ მცველმა გაგიგოთ. მეონა, გადაგვარჩინე. სასწრაფო დახმარებას დაუძახე. გაურეკეთ, ჩვენ სკოლაში ნამდვილი ზომბები არიან. მან ნუ დგახართ. ამისგან უნდა გიხსნათ, გასაგებია. ეს რა მართლა ზომბია? ამაკა, დიანა, გაიქეცით, თავს უშველეთ. ის კუზიაზე ძლიერია. თუ ის გიკვე, შენ ზომბად გადაიქცევი. თავს უშველე. რა, ნამდვილი ზომბები, როგორც თამაშებში? გაიქეცით. ფლორა, გავიქცეთ. მიდი, გაიხსენი. კიდევ ერთი ზომბი. იმედი ეს სიზმერია. დიანა, მოდი სწრაფად. და სხვა ბავშვებს რაც შეეხება? არი ნერვიულო, ისინი იპოვიან ადგილს დასამალად. ეს რა ხმებია? უნდა წავიდეთ და ვნახოთ, დიდი ხანია ისინი არ გამოჩენილან. იქნებ სხვა წვეულება აქვთ იქ. ალო, ლეონა? სწრაფად დახურეთ, ყველა კარი, სკოლაში ზომბები არიან, როგორც ჩანს ეს ხუმრობა არ არის.